იუსტიციის სამინისტრო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის ელექტრონულ მოწმობას შეღავათიან ფასად გასცემს. აქცია დღეს დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით 125-ვე იუსტიციის სახლი მზად არის შესაბამისი მომსახურება გასცეს, ხოლო იმ სოფლებთან და იმ დასახლებულ პუნქტებთან მიმართებაში, რომელიც არ მდებარეობს იუსტიციის სახლთან ახლოს, აქ ცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვს ისარგებლონ მობილური იუსტიციის სახლის სერვისით. ID ბარათს ნახევარფასად აიღებენ როგორც სრულწლოვნები, ასევე ის მოქალაქეები, რომლებსაც 18 წელი 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ. სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც პირადობის ელექტრონული მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუქმდათ, ან 5 ოქტომბრამდე უქმდებათ და არ ფლობენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ასევე ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც აქამდე მიღებული არ ქონიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა, ID ბარათს შეღავათიან ფასად მიიღებენ. პირადობის ელექტრონულ მოწმობას შეღავათიან ფასად მიიღებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც 18 წელი უსრულდებათ 5 ოქტომბრამდე და მათზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობები გაუქმდა, ან 5 ოქტომბრამდე გაუქმდება მოქმედების ვადის გასვლის გამო და ისინი არ ფლობენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს. აქციით უკვე ისარგებლეს მოქალაქეებმა, რომლის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მეათე სამუშაო დღეს ნახევარფასად გაიცემა, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება. ჩავაბარე განაცხადი პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე, ვისარგებლე 50%-იანი შეღავათით, რადგან ჩემს პირადობის ელექტრონულ მოწმობას გასდიოდა 5 ოქტომბრამდე ვადა. ჩემს ID ბარათს გავვიდა ვადა, მოვედი რომ გამომეცვალე და დამხვდა აქცია. არ ვიცოდი და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ID ბარათზე განცხადების გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილური იუსტიციის სახლებში. პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სწორი მონაცემების დაზუსტებისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფის მიზნით იუსტიციის სამინისტრო აცხადებს აქციას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვემსახურებით ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს. ასეთ აქციას იუსტიციის სამინისტრო პერიოდულად აცხადებს და ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. უწყების მიზანი მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფაა.